მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი. ამ ვიდეოში გავივლით Arduino Python-ის კურსის მესამე იუნიტის მეოთხე ქვეთავს. შემოვედით Code.js პლატფორმაზე, შევედით Arduino Python-ის კურსზე. მესამე იუნიტის მეოთხე ქვეთავზე ვართ გაჩერებული. პირველი არის ვიდეო ტუტორიალი, შემდეგ არის კვიზი, შემდეგ არის უკვე განხილული წინა სავარჯიშო, ანუ წინა ქვეთავის სავარჯიშო როგორ უნდა დაგვეწერა და შევდივართ შემდეგ აი აქ მეოთხეში Dimensional LED რომ წერია აი აქ. ახლა აქ გვაქვს ასეთი დავალება, ცვლადები შემოდის უკვე ამ მეოთხე ქვეთავში არის ცვლადები. ცვლადები იდეაში უკვე გავლილი გვაქვს ჩვენ, ვიცით Python-ის კურსზე, ანუ ამ კურსზე, პირველ მეორე იუნიტზე გავლილი გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ვიცით, Arduino-თვის კოდი იწერება C++ ენაზე და ამიტომ ცოტა განსხვავებულად უნდა შევქმნათ ცვლადები და აქ ცვლადის ტიპებიც განსხვავებულად იქნება. კარგი, მოკლედ დავალება გვაქვს ასეთი, ცვლადები უნდა შევქმნათ, ნატურა უნდა აინთოს, ნატურა უნდა იყოს სიკაშკაშით 200 და შემდეგ ნელ-ნელა ჩაქვრეს. კარგი, გადავიდეთ ახლა ჩვენ Tinker-ზე. ეს კოდი რა თქმა უნდა შევინახოთ, დავაწყაპუნოთ Tinkers, ეს პროექტი რომ შეგვენახოს, დავაჭიროთ plus, ავირჩიოთ circuits და დავიწყოთ ახლა გამოტანა იმ კომპონენტების, რაც გვჭირდება. კომპონენტი გვჭირდება Arduino და LED. გამოვიტანოთ Arduino, გამოვიტანოთ LED, LED შეგვიძლია შემოვატრიალოთ, ანუ ანოდი კონდეს მარცხნივ, გამოვიტანოთ რეზისტორი, დავსვათ LED-ის მინუს ფეხზე, ანუ სწორ ფეხზე, რა თქმა უნდა რეზისტორი უნდა იყოს 220 ომიანი, ამიტომ კილო ომი უნდა ჩამოვშალოთ, ავირჩიოთ ომი. რეზისტორის მეორე ფეხი წამოვიღოთ და შევაერთოთ Arduino-ს ground-ზე, აი აქ და ფერიც სასურველია თუ შევუცვლით კაბელს და იყოს შავი. და ვიცით რომ კაბელის ფერი უნდა შევცვალოთ კლავიატურის ციფრებზე ხელისთაც კაპუნებით. ან შეგვიძლია შევცვლოთ აი აქედან. შემდეგ ანოდი ფეხი წავიღეთ და შევაერთეთ პირობითად 5-ში. დავაწყაპუნეთ აქ და შევაერთეთ აქ და რაც წინა გაკვეთილზე, წინა ვიდეოებში არ მithქვამს, ეს არის რომ ესე იგი ხომ ვიცით უკვე რომ შეგვიძლია LED, ანუ ავანთოთ მაქსიმალურ სიკაშკაშით და ჩავაქროთ digitally, digital write-ით, high low-ით, ან შეგვიძლია ავანთოთ ჩვენთვის სასურველი სიკაშკაშით analog write-ით. ესე იგი თუ გვინდა რომ LED მიიღოს ანალოგიური მნიშვნელობები, მაშინ აი აქ digital პინებზე უნდა შევაერთოთ მხოლოდ იმ პინებზე, რომელსაც აქვს აი ასეთი ხაზი, თითქოს მინუსივით, ხო, კლაკნილი ხაზი რომ არის. აი ეს რომელსაც ასეთი ხაზები აქვს გვერდით, აი იმ პინებზე შეგვიძლია შევაერთოთ ისეთი კომპონენტები, რომლებთვისაც ვიყენებთ analog writes. კარგი, მეხუთეში შევაერთეთ, წრედი იდეაში უკვე ავაწყეთ, ამის ფერით შევცვალოთ. ახლა გადავედით კოდებზე, ესე იგი კოდი ავირჩიეთ, blocks ჩამოვშალეთ, ავირჩიეთ ტექსტი და დავაჭირეთ continuous. ეს კოდი მოდით ავშალოთ და დავიწყოთ ახლა ცვლადის შექმნა. ესე იგი ცვლადი გვჭირდება ჩვენ იმისთვის, ერთი ცვლადი გვჭირდება იმისთვის, რომ რომელ პინზე გვაქვს შეერთებული, ანუ Arduino-ს რომელ პინზე გვაქვს შეერთებული ეს LED და ამისათვის ვქმნით ცვლადს. და ეს ცვლადი, როგორც უკვე ვიცით და გითხარით და კიდევ ვახსენებ, არსებობს სხვადასხვა ტიპის, ხო, ეს არის ინტეჯერი, boolean ტიპის, float ტიპის, string-ი და ასე შემდეგ. კარგი, ჩვენ გვჭირდება ახლა ინტეჯერ ტიპის, იმიტომ რომ აი ეს შეერთებული არის მეხუთეში და როდესაც ჩვენ წერდით pin modes 5 და output-ი, ამას როდესაც წერდით, ანუ წინა ვიდეოებიდან გახსენებთ ახლა 5-ანის, მაგრამ ჩვენ უნდა დავწეროთ ცვლადი. ამისათვის ცვლადის სახელი. ამისათვის პირველ რიგში ჩვენ შევქმნათ ცვლადი, რომელიც იქნება int ტიპის, int და ცვლადის სახელი დავარქვათ red, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვანათებთ წითელ ნატურას, ხო, შეგვიძლია LED დავარქვათ. ნუ სახელს არ აქვს მნიშვნელობა, რასაც გინდათ იმას დაარქმევთ. დავარქვით red და red ნატურას ვაერთებთ მეხუთე პინზე. წერტილზე აუცილებლად არ დაგვავიწყდეს, ასევე გვინდა int მეორე ცვლადი და მეორე ცვლადი უნდა იყოს bright, ანუ სიკაშკაშე,
ამ ნატურის ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ, აქ ჩავსვათ და უდრის და თავიდან როგორც გვეუბნებიან brightness-ი უნდა იყოს 200, ხო? ესე იგი ეს უნდა გავუტოლოთ 200 და წერტი მძიმე. ახლა უკვე უნდა შევქმნათ setup ფუნქცია და loop ფუნქცია. როგორც ხედავთ, ესე იგი setup ფუნქციისა და loop ფუნქციის ზევით შევქმნი ეს ცვლადი და ამ ცვლადებს ეწოდებათ გლობალური ცვლადები, იმიტომ რომ setup-ში და შეგვიძლია გამოვიყენოთ და loop-შიც. თუ setup-ში შევქმნით, loop-ში ვეღარ გამოვიყენებდით, თუ loop-ში შევქმნით, რა თქმა უნდა, setup-ში ვერ გამოვიყენებთ და ასე შემდეგ. ამიტომ ვქმნით გლობალურ ცვლადებს, ანუ ფუნქციების თავზე, რომ ყველა ფუნქციაში შეგვეძლოს მისი გამოყენება. შევქმნათ void setup ფუნქცია, გავხსენით ფრჩხილი, ჩამოვედით ქვევით და აქ დავხურეთ და ეს ტაბით შემოვწიეთ შიგნით. კარგი, დავაყენეთ pin-ი, ესე იგი pin mode და უკვე აქ 5 და output-ს კი არ ვწერ, უკვე ჩვენ ვიცით, რომ 5 არის შენახული ცვლადში სახელად red. ამიტომ აქ ვწერთ უკვე red მძიმე და red pin-ი იყოს output. ფრჩხილი დავხურეთ, წერტი მძიმე დავწერთ და ჩამოვედით ქვევით, აქ უკვე met pin-ს აღარ ვაყენებთ, ამიტომ აქ აღარ გვჭირდება მეტი არაფერი. ახლა ჩამოვედით ქვევით, ანუ ფიგურული ფრჩხილის ქვევით ჩამოვედით და შევქმნით loop ფუნქცია. ანუ void loop ფრჩხილები დავუწერეთ, ფიგურული ფრჩხილი ჩამოვედით ქვევით და ეს ფიგურული ფრჩხილის დავხურეთ და ეს ტაბით შემოვედით შიგნით. ესე იგი დავიწყეთ ახლა analog write გავხსენით ფრჩხილი, აქ ვწერთ ცვლადის სახელს უკვე ready და ready უნდა იყოს აი ამ სიკაშკაში თანთებული, ანუ 200-ით და ცვლადის სახელს წერთ აქ, წერტი მძიმე დავწერე ქვევით. შემდეგ delay დავწეროთ, რომ ამ პოზიციაში გაჩერდეს 250 მილიწამით, ანუ მეოთხედი წამით და შემდეგ ნახეთ, თუ starts დავაწვევი, რომ აიმთება ეს, მაგრამ არ შემცირდება ამის სიკაშკაშე, ხო? ანუ სიკაშკაშე უნდა შევამცირო ნელ-ნელა, ამიტომ brightness-ი მინუს უდრის 10, რომ ნელ-ნელა შემცირდეს, ან brightness-ი უდრის brightness მინუს 10. კარგი, ახლა როდესაც starts დავაწვევი, ეს დაიწყებს ნელ-ნელა შემცირებას და მე ისევ თავიდან დაიწყებს, მაგრამ იდეაში აი, თავიდან დაიწყო. მაგრამ იდეაში brightness-ი მინუსებში გადავა, ამიტომ მინუსებში რომ არ გადავიდეს, if-ი ჩვენ წინა თავებში გვაქვს ნასწავლი და იმას გამოვიყენებ, ნუ იდეაში იგივე არის, უბრალოდ აქ ფრჩხილებია განსხვავებული. ესე იგი if-ით რას ვაკეთებთ? ესე იგი თუ brightness-ი ნაკლები იქნება 0-ზე, მაგ შემთხვევაში აქ ფრჩხილი დავხურეთ, გავხსენით ფიგურული ფრჩხილი, ჩამოვედით ქვევით, აქ დავხურეთ ფიგურული ფრჩხილი და რა თქმა უნდა ესენი ტაბით შევწიეთ შიგნით და აქაც ტაბით უნდა შევწიოთ შიგნით და აქ უკვე უნდა ვუთხრათ, რომ brightness-ი გახადე ისევ 200-ის ტოლი. ესე იგი თუ brightness-ი ჩამოწდება 0-ს, მაშინ brightness-ი გახდეს ისევ 200-ის ტოლი და დაიწყება ისევ ამის მოქმედება. კარგი. runs დავაჭიროთ, დავსტარტოთ, ნელ-ნელა შემცირდა. როდესაც ჩაქრება, შემდეგ ისევ დაიწყება უფრო მაღალი სიკაშკაში და stops დავაჭიროთ, ესენი მოვნიშნოთ, გადავაკოპიროთ ისევ აი აქ. აქ ჩავაფეისტეთ და გადავედით შემდეგ. შემდეგი არის ვიდეო, შემდეგი არის კვიზი და აი აქ შემოდის breadboard-ი. აქ უკვე breadboard-ი არის ნახსენები და breadboard-თან ერთად უნდა დავწეროთ კოდი. კარგი, გადავედით აბა შემდეგში თვითონ დავალებას რას გვეუბნება. შემდეგში აქ რომ დავაწყაპუნებთ უკვე რაღაც თეორიული მასალაც არის მოცემული, აქ Arduino, უკვე breadboard-ი, ანუ ის კომპონენტები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ შემდეგ დავალებაში. და ასევე გვაქვს აქ უკვე შემოვიდა პოტენციომეტრი. პოტენციომეტრი შემოვიდა უკვე, მაგრამ ახსნელი ამ სავარჯიშოებში არ არის და მომდევნო ქვეთავში შევხვდება. ახლა რაც შეეხება შემდეგი ვიდეო და შემდეგ უკვე დასაწერი კოდი. დავაწყაპუნებთ აქ და შევდივართ და მოკლედ აქ სანამ დავალების პირობას გაგაცნობდეთ, მანამდე შევხედოთ კოდს, ესე იგი ეს არის
კომენტარი როგორც უკვე ვიცით, ეს არის ცვლადები, რომელიც უკვე წინა სავარჯიშოში გავიგეთ, ესეც კომენტარი setup ფუნქცია არის შექმნილი და loop ფუნქცია გვაქვს დასაწერი. ახლა yellow და red, ესე იგი ორი LED უნდა გქონდეს, ორივე LED უნდა აინთოს მაქსიმალურ სიკაშკაშით, ყვითელი უნდა იყოს სულ მუდმივად კაშკაშა, ანუ მაქსიმალურ სიკაშკაშეზე, ხოლო წითელი ნენელა უნდა შემცირდეს, ანუ სიკაშკაშე უნდა მოაკლდეს ნენელა და შემდეგ როდესაც ეს ჩაქვრება, ამავდროულად ესეც უნდა ჩაქვრეს. კარგი, ეს კოდი ჩვენ შეგვიძლია მოვნიშნოთ, დავაკოპიროთ და გავაგრძელოთ კოდის წერა. ამისათვის ახლა აქ რომ კოდის წერა ზეპირად არ დავიწყოთ, სიმულაციის პროგრამაში გადავიდეთ ხო Tinker's-ზე. აი ეს შევინახოთ, Tinker's დავაჭიროთ და გავხსნათ ახლა ახალი დავალება. ესე იგი დავაჭირეთ create, ავირჩიეთ წრედები. გადმოვიტანეთ Arduino, გადმოვიტანეთ breadboard-ი, რომელიც ახლა უნდა აგიხსნათ, გადმოვიტანეთ LED 1 და 2 და ამისათვის კიდევ გვჭირდება 2 რეზისტორი, 1 და 2. აი ესენი გვჭირდება. ამას ფერი შევუცვალეთ აქვე yellow და ახლა breadboard-ი აღხსნათ, breadboard-ი გვეხმარება ჩვენ ამ კომპონენტების უკეთ განლაგებაში და ერთმანეთთან უკეთ დაკავშირებაში. მთავარია უბრალოდ breadboard-ის შიდა წრედი გავიგოთ. ნახეთ, ამათ აქვს პლუსი, მინუსი აქ 1 და პლუსი და მინუსი აქ 2. პლუსთან, როდესაც მივიტანთ, ან ნებისმიერ წერტილთან, როდესაც მივიტანთ მაუსის ისარს, აქ იკეთებს მწვანე ხაზს და თან წრეებს, ხო, წრეწირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს წერტილები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მინუსთან თუ მივიტანთ, ესე იგი ეს ჰორიზონტალური ხაზი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. იგივე აქაც, ანუ ეს მინუსის წერტილები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ხოლო ეს პლუსის წერტილები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ აი ეს არ არის დაკავშირებული ამასთან. თუ ასე არ დავაკავშირე კაბელი, თუ ასე კაბელით დავაკავშირე, მაშინ ესეც, ანუ ეს ხაზი უკვე ამ ხაზთან არის დაკავშირებული. ეს არ გვჭირდება წავშალეთ ახლა. ესე იგი, ეს მინუსი და პლუსი ჰორიზონტალურად არის, ხოლო აქ რაც შეეხება აი ციფრები რომ არის და ასოები ABC და 1 2 3, ესენი არის ვერტიკალურად დაკავშირებული. ანუ მაუსის ის არის ჩვენ გვეხმარება ამისათვის, რომ გავიგოთ რომელი წერტილი რომელ წერტილთან არის დაკავშირებული. ანუ ეს წერტილები ერთმანეთთან, ეს წერტილები ერთმანეთთან, მაგრამ ეს წერტილები ზედა წერტილებთან არ არის დაკავშირებული, იმიტომ რომ აქ გამყოფი ხაზი გვაქვს. ესე იგი, ჩვენ თუ შევაერთებთ აქედან ასე მინუსზე და მინუსზე აი ამ ნებისმიერ წერტილზე შევაერთებთ რომელიმე LED-ის მინუს, მაგ შემთხვევაში უკვე წარმოვიდგინეთ, რომ ეს LED შეერთებული გვაქვს აი აქ. ფერი შევუცვალეთ, მაგალითად წამოვიღეთ ეს და ჩავსვით აქ, შეხედეთ ახლა ეს წერტილები ხო ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ანუ ეს LED უკვე ჩავაჯინეთ აი აქ და აქ. მინუს ფეხი შეგვიძლია აქედან წამოვიღოთ და ჩავსვათ აქ, ანუ აი ground-დან წამოვიდა, შევაერთეთ აქ, აქედან წამოვიდა, დავუკავშირეთ ამას, აქედან გადავუკავშირეთ აქ და აქედან შევუერთდა უკვე შიდა წრედით, აი ამ LED-ის მინუს. იგივე გავაკეთოთ ახლა აქაც, მაგრამ სჯობს რომ ეს ავიტანოთ ზევით, ესეც ავიტანოთ ზევით და აი ესენი დავაკავშირეთ რეზისტორით. ანუ ეს ხაზი დავაკავშირეთ ამ ხაზს, ანუ აქ ხომ გამყოფი ხაზი აქვს. და ამ გამყოფ ხაზის ადგილზე ჩავსვათ აი ეს რეზისტორი. რეზისტორი აქვე მივუთითეთ 220 ომი. გადავცვალეთ, ესეც წამოვიღეთ, ჩავსვით აქ, ამასაც მივუთითეთ 220 ომი. ჩამოვშალეთ და ომი ავირჩიეთ, ხოლო კოდი როგორ იყო, ეს კოდი ხომ დავაკოპირე. წამოვედით, კოდი ავირჩიეთ, blocks, text, continue და ჩავაფეისდეთ აქ. ესე იგი, yellow უნდა იყოს მე-5 პინზე, ხოლო red უნდა იყოს მე-6 პინზე. წამოვიღეთ ახლა აქედან ასე. ეს შევაერთეთ მე-6-ში. ფერით შეგვიძლია შევუცვალოთ და ესეც წამოვიღეთ აქედან და ეს შევაერთეთ უკვე მე-5-ში. აი ასე, ამასაც შევუცვალეთ ფერი. ეს დაგვრჩა, ესეც შევაერთეთ აქ მინუსში და ესე იგი ორივე LED შეერთებული გვაქვს მინუსზე, აქაც და აქაც. ნუ რა თქმა უნდა, ერთი საერთო მინუსი აქვს და ეს პლუსი, ანუ ანოდი ფეხი წასულია მე-6 პინზე, Arduino-ს მე-6 პინზე და ეს პლუსი, ანუ
ყვითელის ანოდი წასული Arduino-s მეხუთე პინზე. ახლა დავალების პირობა ხომ გვახსოვს, ორივე უნდა იყოს თავიდან ანთებული და უნდა მოიკლოს წითელმა LED-მა თანდათან, სიკაშკაშე უნდა მოაკლდეს და როდესაც ჩაქვრება ამ დროს უნდა ჩაქვრეს ეს, ანუ ეს მუდმივი ერთი სიკაშკაშით უნდა იყოს, ანუ მუდმივად ანთებული უნდა იყოს მანამდე სანამ ეს არ ჩამოვა 0-ზე. პინები განსაზღვრული გვაქვს უკვე, yellow მეხუთე პინი, ready მეექვსე, pin mode-ების დაწერილი გვაქვს. ახლა ვიწყებთ უბრალოდ loop ფუნქციის წერას. ესე იგი digital-ით დავიწყოთ, digital write WD-100. ჭრილი გავხსენით და yellow უნდა იყოს მაქსიმალურ სიკაშკაშით, ანუ დიდი ასოებით წერ high-ის, ჭრილი დავხურა წერტილ მძიმე და გადავედი ქვედა ხაზზე. ახლა თუ ჩვენ გვინდა რომ წითელი ამ სიკაშკაშით აინთოს, ანუ რაღაც სიკაშკაშეს ვუწერთ, მაშინ ჩვენ ვიყენებთ analog write. Red და აქ ჩავსვათ brightness value. ასე ფრჩხილი დავხურეთ, წერტილმძიმეც დავსვათ, enter-ს დავაჭირეთ და ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს 9 წამი, ანუ delay. ჭრილი გავხსენით 500 მილიწამი, წერტილმძიმე ჩამოვედით ქვევით და შემდეგ უკვე უნდა დავწეროთ, რომ brightness value შემცირდეს, ანუ brightness value მინუს უდრის 50 წერტილმძიმე. აი ასე. ამ შემთხვევაში ახლა ეს დაიწყებს მოკლებას brightness value, ნელ-ნელა მოაკლდება, შემდეგ ტინკერზე აქ გამოჩნდება, რომ ისევ დასაწყისში 250 იქნება, მაგრამ აი ისევ დასაწყისში იქნება. მაგრამ იდეაში პრაქტიკაში ეს brightness value გადავა მინუსებში. ახლა რაც შეეხება აი ამას ეს არ ქვრება. Stops დავაჭიროთ, ამიტომ სწორი კოდი რომ დავწეროთ ეს უნდა დავაკოპიროთ, ჩავსვათ აქ. ესე იგი აქ brightness value უკვე გახდა 200 და აქ უკვე აინთო 200-ით. შემდეგ კიდე ჩავაფეისტეთ, აქ უკვე brightness value გახდა 150 და აქ აინთო 150-ით. აქ უკვე brightness value გახდა 100 და აქ აინთო 100-ით. აქ უკვე brightness value გახდა 50 და აქ აინთო 50-ით. ხოლო რაც შეეხება ქვევით, ახლა კიდევ ეგ რომ დავწერო. კიდევ ასე რომ დავწერო, აქ უკვე 0 არის, ხო? აი მოდი მივყვეთ დასაწყისში. თავიდან ხომ არის 250. აქ აინთო 250-ით და აქ გახდა უკვე 200. აქ აინთო 200-ით და აქ გახდა უკვე 150. აქ აინთო 150-ით და აქ გახდა უკვე 100. აქ აინთო 100-ით და აქ გახდა უკვე 50. აქ აინთო 50 და აქ გახდა brightness value უკვე 0-ის ტოლი. ახლა ორივე უნდა ავანთო 0-ით, ანუ ორივე უნდა ჩავაქრო იდეაში, იმიტომ რომ 0-ით ანთება ნიშნავს რომ ჩამქრალი იყოს. ესე იგი აქ უკვე წერ მე digital write ორივეზე. digital write წერ ორივეზე, ან შეგვიძლია analog write დავწეროთ ისე red-ზე და 0 დავწეროთ, ან brightness value დავუწეროთ ისე, მაგრამ digital write yellow მძიმე და low, იმიტომ რომ ჩამქრალი უნდა იყოს წერტილ მძიმე და digital write red მძიმე low, ჭრილი დავხურეთ წერტილ მძიმე და ეს პოზიცია შენარჩუნდეს. ეს პოზიცია შენარჩუნდეს 1 წამით უნდა შენარჩუნდეს. წერტილ მძიმე. და შემდეგ უკვე აქ ხო 0 არის brightness value. როდესაც ამ კოდი შესრულება დასრულდება, brightness value ისე უნდა გავხადო 250. brightness value მოდი ისევ დავაკოპირეთ, აქ ჩავსვით და brightness value უდრის 250 და წერტილ მძიმე. Starts დავაჭიროთ. ჯიქი. Start-ი. და აი ნახეთ, წამოვიდა, ორივე ჩაქრა და ორივე ისევ დაიწყო თავიდან, ჩაქრა ორივე, ისევ დაიწყო თავიდან. Stops დავაჭიროთ, მოვნიშნოთ Ctrl-A, Ctrl-C, გადმოვედით აქ
აქაც მოვნიშნე და მთლიანად ჩავაფეისთე. 13 ნიუს დავაჭირეთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებას. მოკლედ აქ დავალება გვაქვს ისეთი, რომ ერთი ლედი უნდა აინთოს ნელ-ნელა 250-მდე და მერე შემდეგ ნელ-ნელა ჩაქრეს, ეს განმეორდეს მუდმივად. Setup-ი და loop-ი დაწერილი გვაქვს, დავიწყეთ კოდის წერა ცვლადების შექმნით, მაგრამ აი აქ არ გვინდა დავიწყეთ სიმულაციის პროგრამაში, დავაჭირეთ Tinkers, ავირჩიეთ ახალი დავალება. დავაჭირეთ Create, ავირჩიეთ Circuits, გადმოვიტანეთ Arduino, გადმოვიტანეთ breadboard-ი, იმიტომ რომ უკვე breadboard-ი შემოსულია, წამოვიღეთ LED, წამოვიღეთ რეზისტორი, რეზისტორი მიუთითეთ 220 ომი, კილოომი ჩამოვშალოთ, ავირჩიოთ ომი. ეს დავაკავშირეთ აქ, ავირჩიეთ შავი ფერი, ესეც წამოვიღეთ და დავაკავშირეთ მინუს, აი აქ, გავასწორეთ. ეს წამოვიღეთ და ავირჩიეთ პინი იყოს მე-5, ფერი იყოს ასეთი და დავიწყეთ ახლა კოდის წერა. დავაჭირეთ codes, დავაჭირეთ blocks, ავირჩიეთ text, დავაჭირეთ continue, ეს წავშალეთ და პირობა გვაქვს ასეთი, უნდა დაიწყოს ჩამქრალი პოზიციიდან ნელ-ნელა ავიდეს 250-ზე და შემდეგ ისევ დაუბრუნდეს 0-ს, ანუ ჩაქრობას. ესე იგი შევქმნით ცვლადი int ტიპის ცვლადი. ცვლადს დავარქვით brightness უდრის 0-ს დასაწყისში. შემდეგ შევქმნით ახალი ცვლადი int და red, ანუ red LED-ს რომელ პინზე ვაერთებთ და რომელზე გვაქვს შეერთებული უпростоრად 5 წერტილზიმე. შემდეგ უკვე ვიწყებ setup ფუნქციას, ხო, void setup. ბრწყილები გავხსენთ, ფიგურული ბრწყილი გავხსენთ, ჩამოვედით თქვენი, დავხურეთ ეს ბრწყილი არ დაგვავიწყდეს და აბით შემოვედეთ შიგნით. ესე იგი pin mode-ი უნდა გავაკეთოთ, pin mode. გავხსენით ბრწყილი, red იყოს output-ი, ანუ მე-5 პინი იყოს output და დიდი ასოებით ვწერთ output-ს არ დაგავიწყდეთ და წერტილ მძიმე. Setup-ში მეც არაფერს არ ვწერთ, ახლა გადავდივართ loop-ზე. Void loop. ბრწყილები გავხსენთ, ფიგურული ბრწყილი გავხსენთ, ჩამოვედით ქვევით, დავხურეთ ფიგურული ბრწყილი და ტაბით შემოვედით შიგნით. კარგი, ახლა რას ვაკეთებთ? ესე იგი, პინი უნდა იყოს brightness-ით ანთებული, ამიტომ თუ ანალოგიურ სიკაშკაშას ვიყენებთ, მაშინ გვჭირდება analog write-ი, analog write. გავხსენით ბრწყილი, ready იყოს brightness-ით. მოდი ეს დავაკოპიროთ და ჩავსვათ აი აქ. წერტილ მძიმე. ამ შემთხვევაში ამ პოზიციაში გაჩერდეს delay 250 მილიწამი. ბრწყილი დავხურეთ, წერტილ მძიმეს დავწერეთ და შემდეგ brightness-ი უნდა გაიზარდოს. ახლა starts რომ დავაჭიროთ, LED არ აინთება, იმიტომ რომ brightness-ი არის თავიდან 0 და ვეუბნებით რომ 0-ით აინთება. 0 უკვე ნიშნავს რომ არ აინთოს საერთოდ, ხო? ესე იგი brightness-ი უნდა გავზარდო პლუს უდრის 50-ით უნდა გავზარდო. starts დავაჭიროთ. აი ნელ-ნელა გაიზარდა და აი უკვე ზევით რომ ავიდა უკვე უაზრო სიმსიმს იწყებს, იმიტომ რომ brightness-ი 255-ს გადაცდა და მიდის და ჩვენ ვიცით რომ LED-ის მაქსიმალური სიკაშკაში არის 255. ამიტომ ჩვენ ეს უნდა განსაზღვროთ ახლა. ესე იგი თავიდან თუ იქნება 0 და გახდა 50, შემდეგ უკვე უნდა გავხადოთ, ესე იგი აქ აინთო 50 და შემდეგ უკვე გახდა 100. აქ აინთო 100 და აქ გახდა 150, აქ აინთო 150 და აქ გახდა 200, აქ აინთო 200, აქ გახდა 250 და აქ აინთო 250 და აი აქ უკვე უნდა დავიწყოთ შემცირება. ესე იგი აქ თუ აინთო 250-ით, შემდეგ 300 უკვე აღარ არის, ხო? ამიტომ ნელ-ნელა უკვე უნდა შემცირდეს. ამიტომ აქ დავწერ მინუს უდრის 50-ს. ხომ ხვდებით? ესე იგი თავიდან 0 იყო, აი აქ 0 იყო და აინთო 0-ით, ანუ არ აინთო საერთოდ, გახდა 50, აინთო 50-ით,
გახდა 100 და აინთო 100-ით, გახდა 150 და აინთო 150-ით, გახდა 200 აინთო 200-ით, გახდა 250 აინთო 250-ით და შემდეგ უკვე უნდა დაიწყოს შემცირება. ამიტომ მე ამას ახლა ისევ დავაკოპირებ და დავიწყებ კოდის წერას, უბრალოდ ჩავაფეისტებ. ესე იგი აქ თუ გახდა 250 თუ აინთო, აქ უკვე გახდა 200, ხო? და აინთო 200-ით და გახდა 150. აინთო 150-ით გახდა 100. აინთო 100-ით გახდა 50, აინთო 50 და გახდა 0. სულ ეგ არის. დავაჭიროთ ახლა სტარტს, ნახოთ, ნელ-ნელა უნდა მოიმატოს, ნელ-ნელა უნდა მოიკლოს, ნელ-ნელა მოიმატოს, ნელ-ნელა მოიკლოს. აი ეგ არის. მოვნიშნოთ ეს Ctrl+A, Ctrl+C. გადავედით აქ. ესაც მოვნიშნეთ და ერთიანად ჩავაფეისტეთ. Submit continuous დავაჭიროთ, ეს სავარჯიშოც დავამთავრეთ, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით პოტენციომეტრიზე დავალება არ ყოფილა, კი შემოიტანა აქ პოტენციომეტრი, მაგრამ მომდევნო სავარჯიშოებში შევხვდება. Submit continuous დავაჭიროთ, გადავედით შემდეგს.